გამარჯობა, მოგესალმებით ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან. ეთერშია გადაცემა არიანი. დღეს ვისაუბრებთ ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემაზე. ჩვენი სტუმრები არიან სოფელ გურჯაანის მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამავაჟა სონღულაშვილი და 5 შვილის დედა ნატალია ჩიმაკაძე. ასევე მოვისმენთ ამ თემაზე სამედიცინო საკითხებში ექსპერტ მარინა ბერაძის შეფასებას. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოში შობადობა წლიდან წლამდე მცირდება. მაგალითად 2016 წელს 56569 ბავშვი დაიბადა. ბოლო მონაცემებით 2023 წელს კი 16000-ით ნაკლები 40214. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. პირველი კითხვა მამავაჟა თქვენთან მექნება. თქვენი შეფასებით რატომ რა მიზეზების გამო კლებულობს შობადობა საქართველოში ყოველწლიურად? და როგორი არის ასევე ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხზე? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით და მივესალმები ამ ესეთ გადაცემებს და უნდა იყოს ფიქრობ ხშირი და არა მარტო ეს გადაცემები, არამედ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებთან ერთად რაიმე აქტივობები, რომელიც ესე ვთქვათ წახალისება მოხდება მრავალშვილიანი თემების ან ოჯახების წამოწევა და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ერთად შევძლოთ რომ ერთად შევცვალოთ საქართველოში მრავალშვილიანების ზოგადად ჩვენი ყოფა ცხოვრება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, როდესაც ადამიანზეა საუბარი და ჩვენს ქვეყანაზე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეთ თითოეული ჩვენგანი და მრავალშვილიანობაზე და ზოგადად ოჯახის შექმნაზე, შვილიანობაზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეთ თითოეული ჩვენგანი, როდესაც ადამიანი გადაწყვეტავს რომ ოჯახს ქმნის, ოჯახს ქმნით, რა თქმა უნდა სიყვარულით მეუღლისადმი სიყვარულით და რა თქმა უნდა იმ განზრახვით რომ რასაც ღმერთი მოგვმადლავს გვიბოძებს ეს არის საჩუქარი ჩვენი შვილზე დიდი წყალობა დამეთანხმება განსაკუთრებულად ის ადამიანები რომლებსაც თუნდაც რამდენიმე წელი ელოდებიან და ელოდებოდნენ შვილს და მათ გამოიარეს ის გზა თუ როგორ წყუროდ როგორ უნდათ რამდენი წრემლი ქონდათ რომ შვილი შეეძინათ და სამწუხაროა იმ ადამიანების და ოჯახების პოზიცია რომლებიც ფიქრობენ რომ მხოლოდ ერთი შვილი და მეტი არა, მხოლოდ ორი შვილი და მეტი არა, რას ეფუძნება ესეთი ცოდნა, ესეთი განათლება, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია და ეს ერთადერთი ეს არის პრობლემა ჩვენი არაეკლესიური განათლების, იმიტომ რომ როგორ შეიძლება შენ გყავდეს მეუღლე, შენ გქონდეს ოჯახი და ოჯახში არ ფიქრობ და არ ზრუნავდე რომ გყავდეს ბევრი შვილი. და უნდა გვახსოვდეს რომ სადაც ბევრი შვილია, იქ არის უფლის უდიდესი კურთხევა და წყალობა, ეს ყოველდღიურ ნაბიჯში აისახება ჩვენ ცხოვრებაში. დიახ. ჩვენ გამოკითხვებს ჩავატარეთ მამავაჟა და ძირითადად რესპონდენტები მიზეზად ასახელებდნენ სოციალურ მდგომარეობას, ამბობდნენ რომ საკმაოდ ძვირი ღირს პირველადი მოხმარების საშუალებები ბავშვისთვის და აი ამის გამო ძნელი არის რომ ოჯახმა იყოლიოს 2 ან მეტი შვილი. ეთანხმებით თქვენ? მე პირველ რიგს დავაყენებდი რომ საეკლესიო განათლება და სულიერების ნაკლებობა, როდესაც ადამიანში აი ესეთ მრავალშვილიან ოჯახს არ ისურვებს თავისთვის და თავის ოჯახს. და შემდეგ ის რა თქმა უნდა, ეს არის ვერ გამოვყოფ რაღაც კონკრეტულ მხოლოდ ერთ მაგალითს. ეს არის მთელი რიგი პრობლემები, მთელი რიგი საკითხები, სადაც რა თქმა უნდა ეს არის სოციალური პრობლემაც, ეს არის განათლების პრობლემაც, ეს არის დღეს არის ჯვრის კვირა და უნდა გვახსოვდეს რომ ჯვრის ტვირთვა ერთ-ერთი ჯვარი ეს არის რომ შენი თავი უნდა უარყო, აიღო შენი ცხოვრების ჯვარი და შეუდგე უფარს. რას ნიშნავს ეს? საკუთარი მე უნდა უარყო. აი ხშირად ესეთი ტენდენცია მიდის დღეს რომ აიცი რა მყავდეს შვილი ერთი ან რაღაც ძალიან არ შევიწუხო თავი. დანარჩენი უკვე ჩემი ცხოვრება, იმიტომ დავიბადე რომ ჩემ თავს მოვახმარო და კომფორტში ვაცხოვრო და ერთხელ დავიბადე და ერთხელაც კომფორტულად ვიცხო. აი ესეთი მიდგომა არის და დომინირებს ხშირად სამწუხაროდ ჩვენში რომ აი თურმე საკუთარ თავისთვის დრო არ გრჩება თურმე ესე არ არის. უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და დიახაც უნდა დროსაც ხარჯავდეთ და დიახაც უნდა ვეწირებოდეთ კიდევაც ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის. და რა თქმა უნდა სოციალური პრობლემა ძალიან დიდი არის და ესეც განაპირობებს, იმიტომ რომ დღეს სიტუხჭირე ხელშეწყობა და მე ესე ვიტყოდი პროგრამა არ უნდა იყოს, ანუ პროგრამაზე არ გულისხმობ მე არაფერს, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ეროვნული გეგმა, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ უფრო მაღალ დონეზეა დასაყენებელი, თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა გადაშენების პირას არ იყოს ქართველიერი, გამრავლდეს, გაიხაროს, ეს უნდა ეროვნულ გეგმაზე უნდა ავიდეს, რომ ჩვენ ეროვნული გეგმა გქონდეს, იდეოლოგია გქონდეს, სულისკვეთება გქონდეს, ერთად გადავარჩინოთ ქართული გენოფონდი.
ნატალია, თქვენ ბრძანდებით 5 შვილის დედა და რა სირთულებთან არის დაკავშირებული ბევრი შვილის აღზრდა? მესალმებით, სირთულები რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჩვენი ოჯახი ეკლესიის წიაღში შეიქმნა, მეუღლეც ყოველთვის მოხარული იყო, რომ ბევრი შვილი ყოლოდა და ვერ ვიტყვი, რომ სირთულები არ იყო, მაგრამ რატომღაც ისე იძლეოდა ეს სირთულე, რომ ეხლა ძნელია გავიხსენო. ყველაზე მეტად მახსენდება, ვინაიდან არ აქვს სოციალური პაკეტი, ჯანმრთელობის პრობლემები როცა ექნებოდათ ბავშვებს, დაუშვათ საავადმყოფოში მაღალ ხარჯიანი ანას მომსახურება საკმაოდ დამაზარალებელი იყო ჩვენი ოჯახისთვის. აი თუ გაქვთ რაიმე ხელშეწყობა, დახმარება ამ პროგრამით თუ სარგებლობთ, როგორც 5 შვილის დედა? ვინაიდან ორივეს მეუღლეს და მეც უმაღლესი განათლება გვაქვს, ანუ სოციალური სტატუსი არ შეგვეხო და ამ ეტაპზე არც ადრე არც ახლა არანაირ სოციალურ პაკეტს მომსახურებას არ ვღებულობ. ალბათ საკმაოდ რთული არის რომ გაზარდო 5 შვილი, ხო? ჯერ ფინანსური საშუალება არის საჭირო ამისათვის და შემდეგ უკვე ფიზიკურადაც საკმაოდ დიდ სირთულებთან არის დაკავშირებული. თქვენ როგორ გავუმკლავდით ამას? პირადად მე ჩემი საყვარელი პროფესიის დათმობა მომიწია, რაც იმის მერე რაც დედა გარდამეცვალა და გვერდში მდგომი და ბავშვებზე დამხმარე არავინ არ ყავდა, მაგრამ შედარებით ისეთი სამსახური ასე ვთქვათ ავირჩიე, სადაც მეტი დრო ეკნებოდა ბავშვებისთვის, თუ ამჟამადაც მუშაობ, მაგრამ სტომატოლოგი ვარ პროფესიით და ძირითად პროფესიაზე ვინაიდან ხანგრძლივად მიწევდა ყოფნა, ვეღარ ვახერხებ იმას, მაგრამ სხვა ძალიან ბევრ სოციალურ პროექტში ვარ ჩართული, მე დროს ვატარებ ჩემ შვილებთან, სხვადასხვა წრეებზე დამყავს ბავშვები და ვცდილობ დავტყვე მეც მათი ბედნიერებით. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ გურჯაანში გამოკითხული რესპონდენტების შეფასება, თუ რა მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც დემოგრაფიული მდგომარეობა უარესდება. ხო უნდა შვილები. გაჭირვებული ხალხია და უკვე აღარ იხდია ზედმეტ ბარგად შვილებსა. იმათ უნდათ სწავლა, იმათ უნდათ ჩაცმა, კვება თავარი კიდე. ნორმალუს საკვები კიდე სად არის? რაც ბავშვს კვების ის უნდა პატარა პარაშოკები და იმებით მაგალითად პატარა ბავშვი მყავს. შვილი. მთელი წლები იმას უნდებით, რომ იმის საკვები ვიყიდოთ და ვაჭამოთ. პამპრესი კიდე ხო ყოველ დღე უნდა პამპრესი. ყველაფერი გაუჭირდა ხალხს და გაუჭირდა. ვეღარ შობავენ. ამაზე ნელი უყურა. არა აქვს თანხარო წავიდე და იმშობია როი. პამპრესიო იქ საკვები უნდა ბავშვა. თუ ყველაფერი ნანგარიშებელია. საზღვარგარეთ არიან დასურები, ცოლი იქ არის, ქმარი აქ არის და რანაირად. რთულია ბავშვის გაზრდა და თავს ზოგი იკაებს. ეზარებათ უქონლობის გამო და ეზარებათ ეხლანდელებ გაზრდა. ყველაფერი ძვირია, გინდათ საკვები თვითონ, ბავშვის საკვები. აღარ უნდათ, რავი, ზოგი აღარს კადრულობს აქ მუშაობას, გარბიან საზღვარგარეთ და ხალხი რო შეწუტავებულია, ძალაუნებურად აქ აღარ არჩებიან. დედა ჩემა 6 შვილი გააჩინა. კიდე ბები ამყავდა 12. საიდან როგორ ახერხებდნენ ამას? რა ვიცი, ალბათ სიყვარული იყო ერისა, უნდათ რომ ბევრი შვილები ყოლოდათ, ერი გამრავლებული იყო და ყოველივე ამის გულისთვის თავიანთ გაჭირვებას, ყურადღებას არ აქცევდნენ და დიდებულად ემსახურებოდნენ ეს. მამაოჟა, ძირითადად აქცენტს აკეთებდნენ სოციალურ მდგომარეობაზე. აღნიშნავდნენ, რომ საკმაოდ ძვირი არის პირველადი მოხმარების საშუალებები. აი თქვენ ეთანხმებით, ყავთ მრევლი, ასევე მათ ყავთ შვილები და თუ გამოხატავენ ხოლმე, რომ მართლაც ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც თავს იკავებენ, რომ ბევრი შვილი ყავდეთ. რა თქმა უნდა, სოციალური პრობლემა აქტუალური არის. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით და რა თქმა უნდა, ჩვენ სამრევლოშიც არიან მრავალშვილიანები. და ჩვენ ვიცით თუნდაც აი ავიღოთ ახლა ბოლო პერიოდში ეს ვირუსი იყო და საგაზაფხულო ესე ვთქვათ ვირუსი და ერთს რო შეხვდება, მერე მეორეს, მესამეს და ჯერ ნახეთ რა ფასები აქვს სწავლებს, მერე ნახეთ რამხელა მომსახურება, როდესაც მიდიხარ საავადმყოფოში, მე ესე ვიტყოდი, მე მქონდა თუნდაც ჩემი შვილებიდან შეხება, თუნდაც ახლა ჩვეულებრივად ამ სოციუმში ვცხოვრობ და როდესაც შედიხარ საავადმყოფოში, რამხელა თანხა იხარჯება
რომ შენ ჯანმრთელ ელემენტარული კვლევამდე შეიძლება ბოლომდეც ვეღარ გამოიკვლიო, იმიტომ რომ საკმაოდ ძვირად ღირებული კვლევებია საჭირო და სამწუხარო რეალობა მინდა გამოვყო ჩვენს ქვეყანაში და მე ამიტომ ვთქვი, რომ ეროვნული გეგმა, იმიტომ რომ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ, რომ აი ამ კუთხით ჩვენ ყველა არ ხედავდეთ ამ კუთხეში არ ხედავდეთ ჩვენ მოგებას, მაგალითად სავადმყოფოში, ხო არ უნდა იყოს კომერციაზე გათვლილი, არ უნდა იყოს მოგებაზე და კომერციაზე გათვლილი, მე ვფიქრობ ესე მედიკამენტები, იმიტომ რომ შენ თუ გინდა რომ შენი ქვეყანა და შენი ერი შენი მომავალი თაობა იყოს ჯანმრთელი, უნდა მაქსიმალურად გააკეთო, რომ დაბალი ფასები იყოს მედიკამენტები, მაქსიმალურად უნდა გააკეთო, რომ დაბალი ფასი იყოს ჯანმრთელობის გამოკვლევა, ესე ვთქვათ, სავადმყოფოს მომსახურება, იმიტომ რომ მის გარეშე შეუძლებელია და წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ესე არსებობს, ერი არსებობს. ამიტომ არის რაღაც საკითხები და არა მარტო ეს, არამედ ძალიან ბევრი, რომელიც უნდა ძალიან ბევრი კუთხით იქნას გადახედილი და სახელმწიფო დონეზე იყოს ნაფიქრი და ბევრი ვიშრომოთ თუ რა შეიძლება გამოსწორდეს ჩვენს ქვეყანაში. ასევე რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ძალიან ძვირიღილის პამპერსი, ხელოვნური კვება, ელემენტარული ჰიგიენური საშუალებები ბავშვისთვის და ამ კუთხითაც თუ არის აუცილებელი, რომ რაღაც რეფორმა გატარდეს იმისათვის, რომ ფასები დარეგულირდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვტკიოდეს და გვაწუხებდეს ერთმანეთი და სახელმწიფოც ამიტომ არის, რომ უნდა ზრუნავდეს ქართველერზე. ჩვენ შეძლებს და გვარად ახლა სამრევლოში იციან, რომ ჩვენ შეძლებს და გვარად ჩვენ თვითონ ერთმანეთსაც ვეხმარებით ხოლმე, შეძლებს და გვარად როგორც შევძლებთ, მაგრამ სახელმწიფოს უფრო გაცილებით მეტი რესურსი აქვს. რა თქმა უნდა, აქ ესე დავყოთ პამპერსი, კვება, ეს მოვლის საშუალებები ძალიან ბევრი არის, რომელიც სჭირდება, აუცილებელიც არის და ძალიან უჭირს ხალხს. თუმცა, მოდი ესე ვთქვათ, რომც არავინ არ შეგვიწყოს ხელი, ჩვენ უნდა გქონდეს ესეთი განათლება სულიერ და ღმერთზე მინდობა გქონდეს და მცირეოდენითაც კი შევძლებთ, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემი პირველი შვილი მახსოვს როგორ მაშინ მომენტში ჩვენს ოჯახს უჭირდა და როგორ გამოვიარეთ, მაგრამ მე ვმადლობ ღმერთს და ერთი წამითაც არ უნანობ საკმაოდ დიდი, მაგრამ მე ვმადლობ ღმერთს, რომ ძალიან დამაახლოვ ამ დროს ჩემს მეუღლესთან, იმიტომ რომ როდესაც ეს გაჭირვება ერთად გამოვიარეთ, როდესაც ეს სიდუხჭი ერთად გამოვიარეთ, ჩვენ ვნახულობთ უფრო მეტად საერთო ენას, უფრო მეტად ერთმანეთის იმედები ხდებით, უფრო მეტად ვეყრდნობით ერთმანეთს და უფრო მეტად სიახლოვე ხდება მეუღლეების და აი ამ გაჭირვებაში და სიყვარული გამტკიცება ხდება მეუღლეების. ამიტომ ჩვენ მხოლოდ ფინანსურ მხარესაც არ უნდა უყუროთ, იმიტომ რომ ადამიანი მარტო ფინანსურს რო უყურებდეს, ყოველთვის დაუკმაყოფილებელი იქნება. შენ უნდა იტვირთო ის ჯვარი, რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და სახელმწიფომაც ყველამ რომ გამოკეთდეს და გაუმჯობესდეს ჩვენი სოციალური მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ რიგით ადამიანებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ჯვარი ვიტვირთოთ რწმენის და წუწუნის გარეშე და ჩვენ ერთმანეთზე ვიზრუნოთ და ჩვენს შვილებზე ვიზრუნოთ. ასევე გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ სამედიცინო საკითხებში ექსპერტ მარინა ბერაძის მოსაზრება. ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური თემაა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. როგორც მივხვდი, აქ ლაპარაკია იმაზე, როგორ გამოსწორდეს დემოგრაფიული მდგომარეობა და ის მიზეზები, რომელიც იწვევს იმ კრიზისს, რომელშიც ფაქტობრივად ვართ და საჭიროებს გამოსწორებას. რაც შეეხება თქვენს მიერ ნათქვამს, რა თქმა უნდა, ახლა ამას ბევრი კვლევაძიება არ ჭირდება, მე ერთი ის დამრჩენია, რომ დაგეთანხმოთ, დიახ, ყველაფერი არის ძალიან ძვირი და პირველადი მოხმარების საგნები, ისინი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ცხოვრებისთვის, რა თქმა უნდა, არის გაცილებით უფრო ძვირი ჩვენთან, ვიდრე ნებისმიერ სხვა განვითარებულ ქვეყანაში და ეს არის გამოსასწორებელი. ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, პირველ რიგში ის, რომ ყველაფერი არის კომერციალიზებული და ფაქტობრივად სახელმწიფო ვერ ერევა, ანუ ინსტრუმენტი არ აქვს, რომ ჩაერიოს და რეგულაციები იყოს იმ დონეზე, რომელიც განაპირობებს შემდგომ ფასების დაწევას. ძირითადად ეს პირველადი მოხმარების საგნები აფთიაქებში არის და ეს პირდაპირ არის კავშირში წამლების თემასთანაც. დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება უნდა მოხდეს სხვადასხვა მიმართულებით ერთდროულად. აი მაგალითად სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების რიცხვს განეკუთვნება, ეს გახლავთ უფასო მშობიარობა და ბოლო პერიოდში დაემატა საკეისრო კვეთებიც. საკმაოდ დიდი თანხა არის გაღებული სახელმწიფოს მხრიდან.
მშობიარობას და ეს რა თქმა უნდა ძალიანაც კარგია, მაგრამ თუ ჩვენ ვიფიქრებთ იმ კუთხით, სანამ ქალი მივა მშობიარობის პროცესამდე, რამდენი კვლევა ჭირდება მას, რამდენი ანალიზის ჩაბარება, როგორი მართვა ჭირდება მის ჯანმრთელობას, რომ ქალიც ჯანმრთელი იყოს და ბავშვიც. აი ეს ყველაფერი იმდენად ძვირი ჭდება, რომ თვითონ მშობიარობა უკვე იმდენად წარმოუდგენელი არ არის, თქვათ, ფინანსური დანახარჯის თვალსაზრისით და თანაც ემოციურად მშობიარობა ბისთვის 9 თვე გაქვს მოსამზადებლად, რომ თქვათ, ფულიც ასე ვთქვათ, შეაგროვო და გადაიხადო ბოლოს და ბოლოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ხა უფასო მშობიარობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი ყურადღება არის მისაქცევი სწორედ იმ პერიოდზე, რომელიც უზრუნველყოფს ქალის და ბავშვის ჯანმრთელობას და ეს არ არის მარტივი. აქ არის გაიდლაინებით და პროტოკოლით განსაზღვრული კვლევები, რომელიც აუცილებლად ჩასატარებელია. ეს არის მუდმივი მეთვალყურეობა. აუცილებელია ექიმის ჩართულობა და ეს ჩართულობა უნდა იყოს მუდმივი და უწყვეტი და ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ფინანსური ხარჯი. ახლა რაც შეეხება თვითონ იმ პროცესს რამდენად ახდენს გავლენას სოციალური მდგომარეობა ადამიანების და ოჯახების გამრავლებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვეყნებში, სადაც უნდათ რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორდეს, ახალ დაქორწინებულ ოჯახებს, ანუ ახალ შექმნილ ოჯახებს ეძლევათ ძალიან დიდი დახმარებები და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. აქ არა მხოლოდ ბინებზე არის, ბინებით უზრუნველყოფაზეა საუბარი, არამედ ამ შრომით უზრუნველყოფაზეც. მართალია ბოლო პერიოდში მაგალითად დეკრეტული შვებულებების ასე ვთქვათ დღიურმა განაკვეთი მოიმატა, მაგალითად ადრე უფრო ცუდი მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად 40 დღეზე მეტი არ ეძლეოდა ჩვეულება. მაგრამ კარგი იქნება უფრო მეტი წახალისება თუ იქნება ამ მიმართულებით. ჩვენ ახლა საუბრობთ, რომ აუცილებელია ამ ოჯახების დახმარება, აუცილებელია და სანამ მაგალითად მრავალ სულიანი გახდება ოჯახი, მაგალითად სიმრავლე იქნება ბავშვების, აქ ითვლება რომ 3 და მეტი ბავშვი უნდა ყავდეს, ხო? ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთი ბავშვის გაჩენისთვისაც. ადამიანს უნდა კონდეს სურვილი ის ბავშვის გააჩინოს, იმიტომ რომ ძალიან მოიმატა ისეთმა ოჯახებმა, არათუ გამრავლება და მრავალშვილიანობა ერთი შვილის გაჩენაზეც ამბობენ უარს. და აუცილებელი არის გამოვიკვლიოთ ამის მიზეზები ძალიან საფუძვლიანად, იმიტომ რომ მხოლოდ მატერიალური მდგომარეობაც არ განაპირობებს ამას. ნატალია, თქვენ ახსენეთ, რომ ვერ სარგებლობთ სხვადასხვა პროგრამებით, რადგან ხართ მრავალშვილიანი დედა და რას ისურვებდით? აი რა არის საჭირო იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ ხელშეწყობა? ყველაზე მეტად გულს მრავალშვილიან დედებს უთმობს ის, რომ ხალხშიც რომ მოდი ამ შვილებთან ერთად საზოგადოების რეაქცია, თანადგომა, გამხნევება, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება, თუნდაც სამედიცინო დაზღვევის კუთხით, ასევე შეიძლება მაგალითად კრედიტი ბანკიდან შეღავათიან ფასებში იყოს მრავალშვილიან ოჯახებზე გაცემული, სხვადასხვა წრეებზე დადიან ბავშვები და არის უფასო წრეებიც, რისთვისაც მადლობელი ვართ, მაგრამ არის ესეთი წრეები, სადაც არის გადასახდელი და ბევრი დედა თავს იკავებს, მაგალითად ესეთ წრეებზე ბავშვების შეყვანისას. დიახ. და ბოლოს მამაოჟა, თქვენ ახსენეთ, რომ სისტემური მიდგომა არის საჭირო და რა რეფორმები უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რომ ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაიჭრას? სახელმწიფომაც და ეხლა ჩამაფიქრა იმან, რომ თვითონ საზოგადოებაში პრობლემა არის, განათლების პრობლემა. წეღა დასაწყისში ვახსენე სულიერად და საეკლესიო განათლება, მაგრამ ზოგადად განათლების პრობლემაა საზოგადოებაში, რადგან მე შევხვედრილ ვარ და ძალიან ბევრი არის ასე, რომ ამაყობს თავისი ერთი შვილით ადამიანი და ვინმეს თუ 3, 4, 5 შვილი ყავს,
აქილიკებს და განიკითხავს და აბულინგებს ეს თანამედროვე სიტყვას, რომ აი თითქოს აი 5 შვილი ყავს და 3 შვილი ყავს და კიდე აჩენს მაპატიეთ ესე ვიტყვი. კი აი ეს არის გაუნათლებლობის პიკი. როდესაც თუნდაც შეიძლება რაიმე სამსახურშიც იყო და დიპლომიც ჰქონდეს, მაგრამ მე ვიტყოდი ეს არის გაუნათლებლობის პიკი, როდესაც ადამიანი შენ იმჩნევ დასცინი აბულინგები და შენ ერთი შვილი ყავს, შენ ორი შვილი ყავს, დანარჩენი შვილები სად არის? აბორტის შედეგად სად გაუშვი? და არ გეშინია ადამიანს, არ გეშინია დედას და მამას, რომ შენი კომფორტის გამო, იმიტომ რომ ლუკმა პური, შენ ერთი პური 4-ად ვერ გაყო, 5-ად ვერ გაყო და შენ შეგხვდეს ნახევარი და ნახევარი შენს მეუღლეს ან თუნდაც 3-ად გაყო და ერთ შვილს მარტო ხოლოდ და ამის გამო რომ შვილს ვერ გაუყავი ლუკმა პური, აკეთებ ადამიანი აბორტს. ანუ მკვლელობის სოდვაში არის დღეს სამწუხაროდ აი ეს ამ თემაზეც უნდა იყოს რომ უარი უნდა უთხრას დღეს საქართველოს და ქართველმა ერმა აბორტის კეთებას ანუ შვილთა კლას რაც ძალიან დიდი და მომაკვდინებელი და საშვილიშვილო ცოდვა არის რა თქმა უნდა სახელმწიფოც რა თქმა უნდა განათლების პრობლემა როგორც წელამ თქვი რომ გონია რომ ვიღაცას ერთი შვილი ყავს და შემდეგ ვინმე 3 და 4 და 5 ყავს და იმას დასცინის აბულინგებს ზურგს უკანჭოროს მე რაღაც ცუდი მithქმა მოთქმა და მე ის ადამიანიც ისედაც ესეთ სიდუხჭირეში ცხოვრობს ისედაც ცდილობს რომ ყველაფერი იტვირთოს თავის შვილებისთვის და გაუნაწილოს 5 და 6 და 10 და 12 შვილს და პირიქით რომ ის რა გმირად გამოაცხადო და აქეთ შენ მიეხმარო და აქეთ შენ გამოისყიდო შენი მძიმე ცოდვები რაც ჩაიდინე შენი მომავლის წინაშე და მათ შეუწყო ხელი და მათზე მაინც იზრუნო შენ ადამიანად გახარ და სადისტურად ესე ვიტყოდი და უსირცხვილოდ და გაუნათლებლობის პიკში ხარ და შენ დასცინე ხარ სხვას ვისაც მრავალი შვილი ყავს ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ აი ესეთი სისტემური მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიამაც რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან ბევრს ქადაგებ და რა თქმა უნდა აბორტი კაცის ყულა შვილის ყულა რა თქმა უნდა მაგ შემთხვევაში უზიარ ანუ ყველაფერი არის საეკლესიო იმით რომ უმძიმე სოდვათ არის და რა თქმა უნდა ეს ტელევიზიები რგოლები რა თქმა უნდა მრავალშვილების ოჯახების მოწევა დახმარება სოციალური თანადგომა ის პაკეტები იქნება თუ მე როგორც ვთქვი ეროვნული გეგმა უნდა იყოს რომ როგორ გადავარჩინოთ გენოფონდი როგორ ვიზრუნოთ და მარტო შვილებიც და მე ამ შვილებს ჭირდება აღზრდა და ყველაფერი უნდა მივცეთ აი ამ ჩვენ სახელმწიფოში რომ იცხოვრონ და გაიზარდონ ჯანმრთელები ჯანსაღები და კიდევ ვიტყოდი დასაქმების პრობლემა დღეს ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს უმუშევრობა მაშინ კითხვა დავსვათ იმიტომ რომ მე ძალიან გურჯაანშიც თუნდაც ესე ვთქვათ ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში სადაც ტაჯიკები და შუა აზიიდან არიან შემოყვანილები და დასაქმებული და გურჯაანის მოსახლეობა ჩვენი ქალბატონები გამოუშვეს ყველა აბსოლუტურად დარჩნენ უმუშევრად და პრობლემა წარმოიქმნა ოჯახი დარჩა ულუკმაპუროდ და რა ხდება ამ პრობლემის დროს ერთ-ერთი პრობლემა კიდე ეგ არის ახლა მრავალშვილ ცოლ და ქმარის ერთად ცხოთანაცხოვრებით ხდება და აი ამ პრობლემის დროს ქმარი ფიქრობს ან ცოლი რომ წავიდეს საზღვარგარეთ ანუ აქედან სამსახურიდან გამოუშვეს საქართველოში მუშაობენ ტაჯიკები შუა აზიელები და ამ დროს ქართული ოჯახი იყოფა ან ცოლი ან ქმარი მიდის საზღვარგარეთ იმიტომ რომ თავის შვილებს ლუკმაპური მოუტანს ამიტომ ძალიან დიდი პრობლემაა და სახელმწიფო აი უშუალოდ აქ მე უძლური ვარ ამ საკითხში სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს ძალიან მტკიცე და მკაფიო რომ არ უნდა მისცეს არც ერთ ქარხანას უპირველეს ყოვლისა უნდა კონდეს ქართულ დასაქმების უფლება იმიტომ რომ საქართველო ეს არის ქართველების ქვეყანა რა თქმა უნდა მე არავის წინააღმდეგი არა ვარ რა თქმა უნდა ყოველას მივესალმები ყველა მოსულ სტუმარს მაგრამ სტუმარი უნდა სტუმრობდეს და არ უნდა მასპინძლობდეს აი ეს არის და ამ შემთხვევაში უკვე აქედანაც გასვლა აღარ იქნება სახელმწიფოდან საქართველოსდან ემიგრაციაში და არ დარჩება დედის და მამის გარეშე ოჯახი ან კიდე უფრო უარი შემთხვევაში დედა და მამა გადის ორივე და შვილები რჩებიან პაპა ბებია სახსაზრდელად და ეს უკვე დიდი პრობლემას წარმოქმნის. და ბოლოს ალბათ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პატრიარქის ინიციატივა, რომლის დახმარებითაც გაიზარდა შობადობა და ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, როგორც ვიცით, პატრიარქი მესამე შვილს ნათლავს და დღემდე გრძელდება ეს პროცესი. დიახ, ალბათ 60,000-ს გასწდა უკვე და მისი უწმინდესობა არის მართლაც ერის მამა და ის ზრუნავს და მართლაც მოიმატა შობადობამ მისი უწმინდესობის აი ამ ინიციატივით და ძალიან ბევრმა ადამიანმა ოჯახმა გადაწყვიტა რომ პატრიარქს იმხელა უდიდესი ავტორიტეტი აქვს საქართველოში და რა თქმა უნდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც ძალიან ბევრმა მოისურვა მესამე მეოთხე მეხუთე შვილის ყოლება იმის გამო რომ პატრიარქი იყოს ნათლია მისი და მისი ოჯახის ასე რომ
ძალიან დიდი დამსახურება აქვს და აი ესე რომ იხვწის ჩვენი პატრიარქი და დღედაღამ ფიქრობს და ლოცულობს ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის და გამრავლებისთვის, ჩვენ უნდა გავაკეთოთ რომ მარტო ერთი ადამიანი არის, ჩვენც უნდა გადავინაცვლოთ ჩვენი რიგი პასუხისმგებლობა, ჩვენც უნდა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევის ქვეშ დავდგეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენი წინამძღვრის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენს ერს უნდა მივცეთ გამრავლება და სიხარული და რა თქმა უნდა ბედნიერება. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. ბოლოს მინდა დავამატო რომ არსებობს სოციალური ჯგუფი მრავალშვილიანი დედების სიძლიერეა, რომლის ხელმძღვანელია ქალბატონი ხათუნა ფიფია. აქ დედები წერთ ჩვენს პრობლემებზე, ვის რა გვიჭირს, ვის რა მოთხოვნები, საჭიროებები გვაქვს და მოთხოვნილებები. ქალბატონ ხათუნას უკავშირდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც თავაზობენ თავიანთ დახმარებას. უკვე ქალბატონ ხათუნამ როიცის ვის რა გაჭირვება, აკავშირებს ამ ხალხს თითოეულ ოჯახთან და მადლობა უფალს რომ სხვადასხვა სამრევლოში მოძღვრებს აქვთ სხვადასხვა ფონდები, რითაც ეხმარებიან მრავალშვილიან ოჯახებს პირველადი საჭიროების ნივთებით და ჩვენც ყოველთვის ვცნობ ჩვენ ეკლესიის მხარდაჭერას. მადლობა უფალს ყველაფერზე, მადლობა პატრიარქს, ჩემი სამი ბოლო შვილი პატრიარქის ნათლულია და ყოველთვის მონაწილეობას ვიღებთ საეკლესიო სხვადასხვა ღონისძიებებშიც. 17 მაისსაც ვიკრიბებით ხშირად ოჯახის სიწმინდის დღეს. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. გადაცემა არიალი დასრულებულია ნახვამდის.